მოგესალმებით ყველას მეგობრებო, აქ კომენტარი მინდა ახლა დავწერო უცბად და ყველა დავპატიჟო, ასევე თქვენ დაპატიჟოთ ყველა და ვეძებ კომენტარს, მაგრამ არ იწერება. ჩემი მამალი ჩემთან ერთად სინქრონშია ხოლმე და ეს აღნიშნეს სხვათა შორის ჩემმა მაყურებლებმა. აი ესე მოგნიშნეთ ახლა ყველა. ასევე მე მგონი აქ უნდა იყოს ჩავრთე უკვე გამოკითხვა, სადაც ვწერ და გეკითხებით იღებთ თუ არა თამარ მეფის აკლდამის გახსნაში მონაწილეობას. თუ მონაწილეობას იღებთ მეგობრებო, დაწერეთ კი, თუ არა და არა. რაც შეეხება ახლა თამარ მეფის აკლდამის გახსნას, მეგობრებო, მინდა გითხრათ რა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი ვილაპარაკე და ამ დღეების მანძილზე და სანამ თამარ მეფის აკლდამას არ გავხსნით, სულ ამაზე ვილაპარაკებ და შეგაწუხებთ კი არა, ამოგიყვანთ სვანეთში. ხო. სვანეთში. არც სხვილში, არც წყელში, სვანეთში ამოგიყვანთ. მე ამჟამად ვიმყოფები ასურეთში, არ ვარ სვანეთში, მაგრამ თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით ვიყავი სვანეთში. ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს ეს კითხვა, ვხუმრობ, ხალხს ვაბოლებ, თუ რა საკითხის განცხადებაა, რომ ვამბობ თამარ მეფის აკლდამა ვიპოვეთ. ძალიან სერიოზული განცხადებაა და ასევე არა იმ ფორმით შემოთავაზებული, რომელი ფორმითაც წესით სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თამარ მეფის აკლდამის ინფორმაცია ექნებოდა, შემოგთავაზებდათ, ხო? ჩვეულებრივი ადამიანი, ან მასას მორგებული ადამიანი, დილამ შვიდობისა ლაშას მორგებული მედიას მორგებული ადამიანი, ლაშა რატო დამაბნიე ახლა, ხოლო ამაზეც გამოვიყურები მითხარი. ცოტა ფლირტი არაფერს არ გვაწყენს. მოკლედ, მასას მორგებული ადამიანი და დღევანდელ საზოგადოებას მორგებული ადამიანი ამას ყველა შემთხვევაში გააკეთეთ და ასე მეგობრებო, ნახეთ. მივიდოდა მედიასთან დაიწყებდა კონტაქტს, ანუ დაამყარებდა ურთიერთობას და დაიწყებდა მასთან ჩალენჯს, რომ მედიის საშუალებით გაეშღერებინა ეს ყველაფერი. მივიდოდა სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორიც არიან, ესე იგი მეცნიერთა, არქეოლოგთა და სხვა, არსებობენ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამთავრობო ორგანიზაციები, დაუკავშირდებოდა ამ ადამიანებს და მივიდოდა ჩვეულებრივად იმ გზით, სანამ ხალხს გააგებინებდა, ის გააგებინებდა მანამდე სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის საპატრიარქოს, მათ შორის მედიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მასონთა წარმომადგენლობას და ასე შემდეგ, მეგობრებო, არ არის, ანუ მე არ ვეკამათები არავის, ყველას თავის გზა აქვს, ყველას თავის გასაკვლევი გზა აქვს, ხვდებით? მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმისგან განსხვავებით, მასისგან განსხვავებით, ალბათ უკვე გეცოდინებათ ჩემს მაყურებელს, რომ მე განსაკუთრებულად სხვანაირი ვარ. შუქი რატო თამაშობს ვერ ხვდები რა? რაღაცნაირად თამაშობს. სხვანაირი ვარ და სხვა გზებით ვაგვარებ ყველაფერს. ეხლა მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეს საკითხი, რომ სხვანაირი ვარ, სწორედ ეს საკითხი გამოდგა იმისთვის სასარგებლო, რომ თამარ მეფის აკლდამის შესახებ 800 წლოვანი დაფარული ინფორმაცია მოსულიყო იმ ადამიანთან, რომელიც არის არანორმალური. ეხლა თქვენ მიფიქრებთ, რომ არანორმალურობა ეს არის რაღაც ცუდი სიტყვა და ნეგატივში გადაყვავს, მაგრამ ჩარჩუა. გეტყვით, რომ არანორმალური არის ნორმის გარე, ნორმის ფარგლებიდან გამოსული ადამიანი. და ყველა ნორმალური ადამიანი არის ჩარჩოში მოქცეული. მოგეხსენებათ, მე ვარ ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგი
თუმცა ამას ფსიქოლოგები ცოტა ისე აგდებულად უყურებენ, რადგან ჩემს თავს ფსიქოლოგს უწოდებ და თანაც ტრანსცენდენტალურს და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ძალიან თანხვედრაში მოდის ეს ორი სახელი ერთმანეთთან, ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგი. ფსიხი არის სული და როდესაც სულის ტრანსცენდენციას გადიხარ, ლოგოსიც აქ მოდის, გესმის? ფსიხი და ლოგო, ფსიხო და ლოგო, ხომ? ერთმანეთთან ძალიან კარგად ეთანხმება იმაში, რომ ჩვენ განვიცადოთ ტრანსცენდენცია. ანუ გავიდეთ ჩარჩოებიდან. ზოგი ადამიანი ამას ტრანსმუტაციას უწოდებს, თუმცა მუტაცია ეს ცოტა ისეთი ფაქტია ჩემთვის, რომ მუტაციით ერთი ფორმიდან მეორეში გადადიხარ და იგივე ფიზიკურში რჩები, მაგრამ ტრანსცენდენცია არის გასვლა, ჩარჩოებიდან გასვლა. ვინაიდან და რადგანაც არა ნორმაში, არა მასაში, არა ჩარჩოებში ხარ მოქცეული, ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ადამიანი უცნაურია. ეხლა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩარჩოებშია მოქცეული, შემომხედავს და იფიქრებს, რომ მე მგონი ეს ხონის ფსიქიკაში, ფსიქიატრიულში უნდა გავაგზავნოთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ჩარჩოს გარეთ ვერ გასულა და ვერცერთ დროს, ვერცერთ წამს, ვერცერთ წუთს, ვერცერთ სივრცეში, ვერცერთ ენერგეტიკაში ვერ გაუხედია თავის ჩარჩოების იქით, აუცილებლად იფიქრებს ჩემზე, რომ ეს ხონის ფსიქიატრიულში არის გასაგზავნი ჩემზე. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეს ადამიანი, რომელიც ზოგიერთმა ხონის ფსიქიატრიულში გააგზავნა, ამ ადამიანს მოუვიდა 8 წლოვანი დაფარული ინფორმაცია. აი საინტერესო რა არის ახლა აქ. რომ არ ყოფილიყო ჩემნაირი ადამიანი მედია სივრცეში, სოციალურ სფეროებში, სოციალურ სივრცეში, ეს ინფორმაცია ჩვენამდე არ მოაღწევდა, მეგობრებო, მართალი გითხრათ, რატომ? იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს თამარ მეფეზე და ნებისმიერ ჩვენს მეფეზე, ხო? ჩვენ ჩარჩოებში მოქცეულობა აბსოლუტურად არაფერში არ გჭირდება. ჩვენ გჭირდება ტრანსცენდენცია იმისათვის, რომ ვიყოთ თავისუფლები და უფლები თავისა. ხვდებით? როდესაც ადამიანი თავისუფალია და უფალია თავისა, ნაკლებად დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ სხვები რას იფიქრებენ. არამედ დაიწყებს ფიქრს, რომ რა უნდა ღმერთს. რას მეუბნება ჩემი მისია, შინაგანი, ჩემი ხმა, რასაც ქრისტე გვეუბნება, რომ პირველ რიგში შენს შინაგანში ჩაიხედე. მოусმინო შენს ხმას და შემდეგ გარეთ გამოიტანე, რადგან განკურნავ შენ თავს ამით. და შემდეგ ამითი 10 სხვა განიკურნება. ვინაიდან და რადგანაც სისტემები ისე მუშაობდნენ, რომ ქრისტეს სიტყვას ხაზი გადაუსვეს და აბსოლუტურად დაასაჭურისეს, ისევე როგორც სულიწმინდის სიტყვა, ადამიანებს გონიათ, რომ ჩარჩოში მოქცეულობა არის ნორმის ფარგლებში და ეს კარგია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ნორმის ფარგლებში და ჩარჩოში მოქცეული ადამიანი ვერ იღებს იმ ინფორმაციას, რაც ღვთიურია. მაგალითად, ღვთიური ინფორმაცია, რომელიც ღვთისგან კურთხეულმა თამარ მეფემ ჩვენ დაგვიტოვა, მივიდა მხოლოდ ისეთ ადამიანთან, მე არ მიამაყებ ჩემით, მივიდა მხოლოდ ისეთ ადამიანთან, ვინც არის ჩარჩოებს გარეთ გასული. ასე რომ, მეგობრებო, თქვენ არ გაგიკვირდეთ იმის, რომ ჩემზე ამასაც იტყვიან და იმასაც იტყვიან. აგერ გუშინ მაგალითად ჯგუფში, რომელიც სიდონის წევრები იყვნენ და გადაკეთდა შერეულ საზოგადოებად, სიდონი დაიშალა, იმიტომ რომ დავშალე სიდონის გარდა ყველაფერი ვართ დღესდღეობით. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც სიდონის წარმომადგენელია, ის თავისთვის არის, ვიცით, კონტაქტში ვართ, მაგრამ სიდონის ჯგუფი დაიშალა. რატომ? რატომ და იმიტომ რომ ადამიანებს ჯერ კიდევ მე აკერიათ პირზე. მაგალითად ერთ-ერთი სუსტი წარმომადგენელი, რომელიც ერთდროს სიდონის წევრი იყო და მე თავისით გავარდა თამარ გაგაძე, დღემდე იმას ფიქრობს, რომ ადამიანები მას ინფორმაციას პარავენ, თუმცა მისი ინფორმაციები არ არსებულია. ინფორმაციები, რომელიც ერთ-ერთმა ქალბატონმა გააჟღერა, ხო? ეს მისი არ არის, ან ერთ-ერთმა ვაჟბატონმა რომ გააჟღერეს, მისი კი არ არის. ჩვენ გამოსულები არ ვართ ამ მენდან და არ ვართ შეერთებული იმ ერთ სულს, რომელიც არის სული წმინდა, მეგობრებო. სწორედაც აქედან არის დაშლა და აქედან იშლება ვასშლა. გესმით? ამიტომ დაერქმევა ამას ევა და არა ერთა.
ხო? მართა, ევა, ეს ყველაფერი სიტყვებია და ეს სიტყვები ტყუილად არ არის წარმოქმნილი, მეგობრებო. მაგალითად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ევამ ვაშლი ჭამა, ესე იგი რა ჭამა? ევამ რაღაცა შალა. შალა, სულ ერთი შალა, ანუ სული შალა. რა და როგორ დაიშალა სული? გადავიდა მეში. მე. მემეს გაიძახიან, მეგობრებო, იცით ვინები? ბატკნები, ცხვრები, ბეკეკები და ხო, ისინიც თხებიც კი, მაგრამ თხები უფრო ბეს გაიძახიან და არა მეს. მეში დარჩენილი საზოგადოება ვერასდროს ვერ მიიღებდა იმ ცნობიერებას და ვერც დღეს ვერ მიიღებს იმ ცნობიერებას, რომ ჩვენ თამარმეფის აკლდამის ამბავი გაგვიცხადდა, მეგობრებო, და ეს რაც არ უნდა სენსაციური იყოს, პირველ რიგში მივიდა იმ ხალხთან, ვინც აი ამ არანორმალური ადამიანის მსმენელია. თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი რამე? რომ ზეციურმა ძალებმა ინებონ და რომელიღაც გიჟს გაანდონ 800 წლის დაფარული ამბავი? ჩემს მაყურებელს ასეთი რამე არ წარმოუდგენია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ნორმაში ზიან, ყოველდღიურად აწარმოებენ მონურ სამსახურს და თავი გონიათ ვიღაცა, რადგან მათ დააგროვებს ესა თუ ის კაპიტალი, ესა თუ ის რაღაც მატერიალური კეთილდღეობა და ვიღაცაზე მაღლა აყენებენ თავს, ასეთი ადამიანები ვერასდროს ვერ გაიგებენ რაშია საქმე. გვეკაიფება ეს გოგო, თუ სიმართლეა რასაც საუბრობს. ასეთ კითხვაში ჩარჩენილი ადამიანები ვერც იმის უნარიანი არიან, რომ მივიდნენ ადგილზე, მიმიყვანონ იქ და კითხონ, აბა გვაჩვენე. მომკითხონ, რას გვეკაიფები, ხო, თქვათ, რას გვეკაიფები, აბა მაჩვენე, სად არის აკლდამა. და ვერც იმის უნარიანი არიან, რომ თვითონ მივიდნენ იქ რამე აწარმოონ და მერე თვითონ ნახონ, რომ არის თუ არა ის სიმართლე, რასაც მე ვსაუბრობ. ისინი მხოლოდ რჩებიან ასეთ ვითარებაში, კითხვით ფორმაში, ეს გოგო გვეკაიფება თუ არანორმალურია. ადამიანები, რომლებიც ჩარჩოდან გასულები არიან და არაფრის არ ეშინიათ, მაგალითად არ ეშინიათ ძალოვანი სტრუქტურების, არ ეშინიათ იმის, რომ ვინმე გამოაგდებს მონური სამსახურიდან, არ ეშინიათ იმის, რომ საზოგადოება გააკიცხავს მან და გარიყავს. ისინი აუცილებლად დასვავენ კითხვას. ვნახოთ, წავიდეთ, ვნახოთ, არის ეს აკლდამა იქ თუ არ არის. როდესაც მე ერთ-ერთ ადამიანს განუცხადე ამ საკითხის შესახებ, იცით რა არის? პირველი რა იყო, რაც ამ ადამიანიდან წამოვიდა, იცით? კარგით რა გეყოფათ, ამის მოსმენა უკვე აღარ მინდა. უკვე მე რამდენი ხართ, რომელიც აი ამ თამარის აკლდამით მოდის. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წერილი მომივიდა, წერილი, რომელიც 800 წლის განმავლობაში განდობილებთან იყო. განდობილები არ ამბობენ, მეგობრებო, თავის თავზე, რომ მე განდობილი ვარ. და არც ის არ გამოჩნდებიან არავითარ შემთხვევაში სოციალურ მედიაში. არ გამოჩნდებიან, იმიტომ რომ ისინი განდობილები არიან, გესმით? და თავის თავზე არასდროს არ იტყვიან, რომ განდობილი ვარ. ეს თავად უნდა მიხვდე, რომ ეს ადამიანები განდობილები არიან და ვინ არის განდობილი თუ არა იმ წერილის მატარებელი, რომელიც წერილიც დღემდე ინახებოდა. სად? ვისთან და სად? არ ვიცით, მაგრამ ინახებოდა. იმ დღეს მქონდა ერთ-ერთ ქალბატონთან საუბარი. და 12-20 წლის განმავლობაში მაინც სად არის თამარის საფლავი, მაგრამ არ ამხელდა, რატომ, იმიტომ რომ ეშინოდა საზოგადოება მას როგორ მიიღებდა. და ამაზე უკაცრავად და ცხვირი უნდა მოვიწმინდო რა. აი ესე, იმიტომ უნდა მოვიწმინდო ესე ხმამაღლა ცხვირი, რომ ადამიანები, რომელსაც მისდით ინფორმაცია, ტალანტებს გაძლევთ უფალი. სული წმინდა იქნება ეს თუ მამაზე ციერი. ტალანტებს გაძლევ. შენ ამ ტალანტს იღებ და მიწაში ფლავ, იცით როგორ რისხდება ამაზე უფალი და სული წმინდა? ძალიან. და სწორედ ასეთი ადამიანებიდან მოდის მერე ეს კითხვა,
ცოტა ადრე ხო არ არის ამის გაჟღერება? რას ლაპარაკობთ? იქნებ ცოტა გვიან მომსვლოდა ეს წერილი. ანუ თქვენ მეუბნებით იმას, რომ როდესაც მე ეს წერილი მომიტანეს და მანახეს, მე დამჯდარიყავი ეს წერილი შემომედო თაროზე, როგორც აკეთებენ ხოლმე ისინი პოლიციაში და ჯანდაცვის ინსტიტუტებში, შემოდებენ თაროზე ამა თუ იმ საკითხს და რაღაცა 20 წლის მერე შეიძლება ისე ჩამოიღონ. ანუ ეს უნდა გამეკეთებინა? ამ წერილით უნდა მივსულიყავი მე იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურად თქვენ ტყუილებს გიყვებიან და გიყვებიან მედიასთან, რომელიც გიყვებიან იმას, რომ ისეთი კარგი ვითარება აქვს საქართველოს, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. უწმინდესი და უნეტარესის ხელში საქართველო აყვავდა, ჩვენი ეკლესიები აყვავდა, ხალხი აყვავდა, ყველაფერი კარგად არის ხალხო. და ამ საზოგადოებასთან მე უნდა მივსულიყავი და იმათ ხელიდან უნდა გამემხილა მე თქვენთვის ის რაც მე განდობილებმა გამანდეს და განდობილები არ გამანდდნენ ამ წერილს თუ მე ზუსტად ისეთი ვიქნებოდი და იმ გზით წავიდოდი რომელიც ნორმასა არის მორგებული. გესმით? ღვთიური საკითხები სხვანაირად წყდება მეგობრებო. ჩვენ დავშოვდით ამ ცნობიერებას, იმიტომაც არ გვყავს მეფე. ვინ არის მეფე? თუ შენს თავზე ამბობ ფევარო, მაშინ შენ უნდა იყო აუცილებლად ფარი და ენი. და ფარენი ვინ არის? თუ არ იცი შენ ფარისა და ენის მნიშვნელობა, მოდი აგიხსნი, ვინ არის ფარენი და რას აკეთებს ფარენი. ფარენი არის ენა, რომელი ენის მეშვეობითაც სიტყვის ძალის მეშვეობით იფარავს შენს საზოგადოებას. მაგალითად, რომელ საზოგადოებას, რომელიც ჩაგაბარა უზენაესმა ძალამ. და შენ თუ ფარენის მნიშვნელობა არ იცი, ვერასდროს ვერ გაიგებ, რას ნიშნავს მეფე. და მეფე მონარქიის აღდგომის ინსტიტუცია ხო დააარსეს, ეხლა ვერასდროს ვერ გეყოლება მეფე, თუ არ იცის ამენის მნიშვნელობა. ვინ არის მეფე, თუ არ იცის ამენი? თუ არ იცის ფარენი, თუ არ არის ფე, როგორ იტყვის, რომ მე ფე ვარო? აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ეს პატარა საბავშვო ბაღის თამაშები დასრულებულია დღეს, რადგან გამოჩნდა თამარი და გვითხრა, შვილო ჩემო, შვილნო ჩემნო, სული წმინდით მოცულნო, რომელიც ითხოვთ ღმერთისაგან ჩემს გამოჩენას, მათ მიხილონ და რომელიც მოვა აკლდამასა ჩემსა, სადაც აწერია თამარი, ჩემი სიტყვებით გელაპარაკებით რა, ის არის სიტყვა. და თუ გაინტერესებთ მაინც და მაინც თამარის მიერ გადმოცებული ეს სიტყვა სიტყვით ზეპირ ლექსი, აი ხლავე გაგიმხელთ რა. ნახეთ, აი ძალიან მაგარი ლექსია და ძალიან კარგი ლექსია. თამარის საზოგადოებამ დაწერა ეს ლექსი, იცოდეთ რა, ორმა მოხმემ. იქა დამარხეთ, სადაც ღვთის სიტყვით ვიძებნებოდე. აქაც სიტყვა ხვდებით, სიტყვას მნიშვნელობა აქვს და ვინც თავის თავზე იტყვის მე ფევარო და ამენის მნიშვნელობა არ იცის და ქართული ლაზარე ვერ გაუგია რა არის, მაშინ ის იტყუება და ცრუა. ღვთის სიტყვით ვიძებნებოდე და ღვთის სიტყვისგან აღთქმული ოქროს კუბოში ვწვებოდე, გამვლელ გამომვლელ ამ ქვეყნად ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ძებნიდეს ცხედარს თამარის, მაგრამ ვეღარა პოვებდეს, ზებნიდეს, მაგრამ ვეღარა პოვებდეს. რატომ? და მერე რა მოდის, ნახეთ. აღთქმულ სიტყვისგან ცხედარსა, ღვთის სიტყვა ყველგან გშველოდეს, ისევ სიტყვასთან მიდივართ ხალხო, სარდაფის კართან შემდგარნი მხოლოდ სიტყვისგან წვდებოდეთ, ანუ სიტყვა მიგვიყვანს იმ სარდაფთან, სიტყვა მიგვიყვანს და სწორედ სიტყვა მიგვიყვანა იქ და დასაწყისი დროთაგან თამარის საქმე ხმებოდეს, ანუ განვიხილავდეთ თამარსო, რაც დასაწყისში ქონდა თამარს და საერთოდ რა უკეთებიაო და შესასვლელი კართაგან სიტყვა შენ გეუბნებოდეს, ისევ სიტყვა გეუბნებოდესო, გესმით?
მეფეზეა საუბარი, თამარ მეფეზეა საუბარი და მოусმინეთ რას გვეუბნება თამარი. იმასაც თამარი ერქვა, მეც თამარი მქვია, მეც სიტყვებზე ვსაუბრობ, ისიც სიტყვებზე საუბრობდა და მოусმინეთ რას.ერსაცა ვენახებოდე და გასასვლელი კარისგან, ვისგან ვარ მე დავწვებოდე და ზედ დაწერილ სიტყვებსა მოსახმობ საქმით ჩნდებოდე. ესე იგი გავომხელო, ზოგმა ვერ მიპოვოს და ზოგმა მიპოვოსო, გესმით? იმან ვინც სიტყვა გაიგო და სიტყვამ ჩემთან მოიყვანაო, ის მპოვებდესო და ის იგებდეს ჩემს საქმესო, ხო? მოსახმობ საქმით ვჩნდებოდე, ანუ საქმით ვჩნდებოდეო და რა საქმითო? მოსახმობ საქმით ვჩნდებოდეო. მიხილონ ქალი თამარი. აი მიხილონ ქალი თამარიო და ამას გვეუბნება ჩვენ თამარი, რომ სიტყვისგან იქ მისული ნებისმიერი, რომელიც სულიწმინდისგან მოითხოვს ჩემს ნახვას, აი დავასრულოთ რა ბოლოს დავასრულოთ ერთი წუთით. დავასრულოთ, იქ არის ზუსტად ეგ. ვინ ღმერთსა ევედრებოდეთ, მიხილონ ქალი თამარი, ვინც ღმერთსა ევედრებოდეთ, აქა მარხია ქალი თამარი სიტყვისგან თქმული და ვინც აქ არის, ვინც მე მიპოვა და ღმერთს დაუმოწმა. ეს არის სიტყვა ვინც არის. გაიგეთ ხალხო, რა ხდება? ანუ მარტო მე ავსაუბრობ სიტყვაზე და მარტო მე ავსაუბრობ ლაზარეზე, თურმე ჩვენი მეფეებიც მასზე საუბრობდნენ და იცით ერთ-ერთმა ჩემმა ყოფილმა მამაომ რა მითხრა? როდესაც სიტყვას განვიხილავთ, ჩვენ თურმე სიტყვებში დაკარგულები ვართ. ჩვენი მეფეები ქრისტე, ანი და ჰოეზე საუბრობს. ყველა სიტყვაზე საუბრობს, ბიბლიაში გვიწერია პირველად იყოს სიტყვა და თუ სიტყვაში ჩაეძიები, სიტყვაში დაკარგული ხარ დღევანდელი საპატრიარქოს წარმომადგენლობისთვის. მე მგონი ეს ხალხი ძალიან დაშორებულია ქრისტეს, ისე რომ ვეღარ იგებს, ან ქრისტემ რა თქვა, ან ჩვენმა მეფეებმა რა თქვეს. აქედან გამომდინარე, სწორედ იმ ადამიანებს, რომლებსაც სიტყვა ეხსნებათ, სული წმინდის სული შესდის მასში და სიტყვები ეხსნებათ და ქართული ანბანი და ლაზარე ეხსნებათ, ასეთ ადამიანებს უკვე მე რამდენი ადამიანმა დამირეკა და მითხრა. ხონის კი არა და საგიჟეში უშვებენ. ვინ თუ არა უშიშროება და უშიშროებასთან მითანამშრომლობს? მე რომ არ გითხრათ, მიდით საპატრიარქოსთან დადეკით სულ ცოტა 8 საათი და ნახავთ, რომ უშიშროების მანქანები შედიან და გამოდიან ილია მეორის კარჭიშკარში. რატომ ნედა? თუ უშიშროება არ თანამშრომლობს საპატრიარქოსთან, მაშინ მითხარით. რა უნდათ იმ მანქანებს, რომელიც საპატრიარქოში შესრიალდებიან და გამოსრიალდებიან ხოლმე? ვიღაცებმა მკითხეს ილია მეორესო განა გონიაო, რომ რამე შეუძლიაო? პირდაპირ გეტყვით რა და არც მომერიდება. განა სატანას რამე არ შეუძლია? ანუ თქვენ მეუბნებით, რომ სატანა, რომელიც დღეს გვიზის სათავეში და ერის მამად წოდებულია, მას რამე არ შეუძლია? და მის სიტყვას ძალა აქვსო? მის სიტყვას ძალა ქონდა ერთ დროს. ახლა როდესაც სულიწმინდამ ანანებინა ინანაში ჩააგდო, ხომ? ახლა ის ითხოვს ხალხთან შეხვედრას და მისი მონათ მფლობელები, მონაყოლები და მონაგველები არ უშვებენ ხალხს მასთან. რატომ? იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც მას შეეძლო ადამიანების მოსმენა მიღება, არ აკეთებდა. ხო და ახლა ყველაფერი უკან უბრუნდება. რა საინტერესოა მაინც სულიწმინდას რატომ უნდა გადაარჩინოს ის ერთადერთი გველის წიწილთავიანი, ვეფხლომიან თავიანი, გველის კუდიანი ადამიანი?
იმიტომ რომ ისიც მისი ქმნილებაა. პირდაპირ გეტყვით, რომ სული წმინდას ნებისმიერი ადამიანის გადარჩენა სურს. იყოს ეს თუნდაც სატანა. და სატანა შემძვრალი ილიაში, თქვათ. მაინც სურს. და მაინც სურს. რატომ აქვს ილია მეორის სიტყვას ძალა სული წმინდისთვის, იცით? იმიტომ რომ სული წმინდა 1000 წლეულების განმავლობაში ამაზე მუშაობდა, რომ თავის ქმნილებაში, რომელიც არის სიბნელით მოცული, მასში შეეტანა სინათლე და როდესაც შევიდა მასში სინათლე, ეხლა თქვენ გინდათ მკითხოთ, რომ მის სიტყვას ძალა არ აქვს, როდესაც ის სული წმინდას აღიარებს? თუ კი ილია მეორე მის ხორციდან გასვლამდე ვერ აღიარებს სული წმინდას, თქვენ იცით რა მოხდება? თქვენ იცით რა მოხდება? სამწუხაროდ 1000 წლიანი ომი კი არა, 10000 წლიანი ომი კი არა, 100000 წლიანი ომი, რომელიც გაჩაღებულია იალდაბაოთსა და სოფიას შორის, იალდაბაოთსა და სიტყვას სული წმინდას შორის, დასრულდება უშედეგოდ. დაიხურება ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი დაინგრევა. რატომ იცით? სოფია, რომელის ქმნილებაც არის იალდაბაოთი და რომელ იალდაბაოთმაც ისეთი ბრმა იყო, რომ ვერ დაინახა სინათლე, რომელმაც ის შექმნა, თავად იალდაბაოთი შექმნა და მის იგნორშია ამდენი 100 წლეულები და 10000 წლეულები და 100000 წლეულები და რომელი სიბნელში სინათლის შეტანისთვის იბრძვის სული წმინდა, რომ თავისი ქმნილება მაინც გაანათოს, ოდნავი ნაპერწკალი მაინც შეიტანოს და ახლა ხელიდან გამოიცალოს ბოლო ჟამის დროს. ეს ხომ წაგებული ომი იქნება რა? ამიტომ მე პირდაპირ გეტყვით, დიდად გულზე არ მეხატება სიბნელე, მაგრამ სული წმინდის დავალებაა, რომ სიბნელეში სინათლეს შეიტანოს თითოეულმა ადამიანმა, რომელიც სული წმინდასთან არის შეერთებული. და თუ კი ამ საკითხს უშლის რომელიმე გველის წიწილი ხელს, გზიდან გადასციოს. აი რატომ არის საჭირო, რომ ილია მეორემ აღიაროს სული წმინდა. იცით ვინ არის თამარი? იცით ვინ არის თამარ მეფე? სიტყვაზე საუბრობს თამარ მეფე. თამარ მეფეს ტყუილად არ უწოდებდნენ სვანები სული წმინდის განხორციელებას. სული წმინდის წარმომადგენელს. როგორც ქრისტე იყო მამა ღმერთის წარმომადგენელი, ისე თამარი იყო დედა ღმერთის წარმომადგენელი. ამ დედამიწასა ზედა ხორციელში. მაგრამ იესო ქრისტეს სახელით მესამე საუკუნეში კონსტანტინე ბენძეხმა გადაწყვიტა, რომ გაეჟუჟა ყველა ის ადამიანი, ვინც სიტყვის სამყაროსა და თავის შემეცნებით იყო დაკავებული. ესენი იყვნენ ესენები, გნოზისები, გნოსტიკოსები და ეზოთერიკები. ყველანი გაწყვიტა გასაწყვეტმა ბენძეხმა კონსტანტინემ და მისი შემოგდებული ჯვარით დღეს ჩვენ ქრისტეს სახელით, რომელიც ამოგვიყირავა პირდაპირ ბიზანტიის გველის წიწილმა, მისი ჯვარით დავდივართ დღემდე და არა ქრისტეს ჯვარით. ქრისტეს ჯვარი არასდროს ეკიდა კისერზე, მას პირზე ეკერა და მისი წარმომადგენელი იყვნენ თევზების სიმბოლოთი. ორი თევზის სიმბოლოთი. არავით არის ჯვარი, ჯვარზე ის მოკლეს და შენ კისერზე დაგკიდეს შემდეგ ის ჯვარი, რომელზეც ჩვენი მასწავლებელი, მაცხოვარი, იესო ქრისტე, ძე ღმერთი და მამა ღმერთის წარმომადგენელი მოკლეს.
სულიწმინდა დაასაჭურისეს, დახიეს და დაწვეს მისი წიგნები და დღემდე ინახება რომელიღაცა სადღაც შემოდებულ თაროზე. თუმცა ჩვენ მასზე წლომა არ გვაქვს. რატომ? იმიტომ რომ გველის წიწილ კონსტანტინეში შემძვრალმა იალდაბაოთმა ყველაფერი კარგად მოიფიქრა და ყველაფერი კარგად დაგეგმა, როგორ ებრძოლა სულიწმინდის წინააღმდეგ. ვინ არის სულიწმინდა? თუ არა ქალი და დედა ღმერთი. მამა ღმერთზე თავის თავზე დაიწყო საუბარი და ამოყირავებულ ქრისტეზე, ანუ ანტიქრისტეზე, რომელიც ქრისტეს სახელით შემოგვიპარა დღემდე დღევანდელ არსებულ ყველა ეკლესიაში აბსოლუტურად. კათოლიკური იქნება ეს მართლმადიდებლური თუ ნებისმიერი ევანგელისტური თუ სხვა. და შენ გგონია ქრისტეს ემსახურები, როდესაც შენ ეკლესიაში მიდიხარ, თავს უხრი მამაოს დამლოცეო, როცა ქრისტე გეუბნება, რომ არავინ უნდა იდგეს შენსა და ღმერთს შორის. და ვინ დგას დღეს შენსა და ღმერთს შორის? მამაო, რომელზეც ასევე ქრისტე გეუბნება, არავის უწოდაო სხვას მამამის გარდა ზეცაში მყოფისაო. და შენ გგონია, რომ ცხონდები სადმე? კი არ ცხონდები. პირდაპირ მოპარული სული ხარ. რამე თუ არ გესმის ლაზარე, არ გესმის ანიდა ჰოე, არ იცი სიტყვის ფასი, არ იცი სიტყვის ძალა, არ იცი სულიწმინდა. და შენ ფიქრობ, რომ მეფეს აღადგენ? ნებისმიერ საზოგადოებას ეუბნები, ვინც მონარქიის აღდგენაზე საუბრობს. საწოდაობა, მეტი არაფერი. თამარ მეფის აკლდამა გამოგვიჩნდა, მაგრამ კაცობრიობას ეს არ სჯერა. იმიტომ რომ ჩარჩოდან გამოსვლა სურს. ძალიან რთული დავალება მომეცა ზეციდან, მართალი გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ტრანსცენდენცია მოვახდინე და გამოვიყვანე ჩარჩოდან, როგორც ჩანს, ახლა ზეციურმა ძალებმა დამავალეს სრულიად ერის გამოყვანა ამ ჩარჩოდან და ძალიან რთული დავალებაა, რომ იცოდეთ, აი ურთულესი, ალბათ მართლა ძალიან დიდი გონი დამჭირდება იმისათვის, რომ მე სრულიად საზოგადოება საქართველოს მოცხოვრებელი, რომელიც ქართულ ენაზე საუბრობს, გამოვიყვანო ჩარჩოებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, იუდეველი იქნება ეს, ძირძველი ქართველი იქნება ეს, იქნება სომეხი, იქნება თურქი, იქნება სპარსი, ინდოელი, თუ ნებისმიერი, აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, ვინც ქართულად საუბრობს და ვისაც ქართულად საუბარი შეუძლია და შეუძლია ქართული ენის გაგება, ამ ადამიანების ჩარჩოდან გამოყვანა დამავალა ღმერთმა. და ეს როგორ გონია თქვენ მოხდება ერთ და ორ კვირაში ან ერთ და ორ დღეში? ეს დიდი ბრძოლა, სულიწმინდასა და იალდაბაოთს შორის გამართული მთელი დიდი ამხელა ბრძოლა, აი აქ თამარის ლაივის მეშვეობით გექნება თქვენ შესაძლებლობა, რომ იხილოთ. ზოგიერთი ადამიანი ამას უყურებს, რომ ზეცაში მოხდება ეს ბრძოლა, როდესაც ქრისტე შეებრძოლება ანტიქრისტეს. სადღაც ზეცაში ელის აი ამ მოვლენებს, როცა უკვე გამართულია და გაჩაღებულია აი აქ თამარის ლაივის მეშვეობით. და შეიძლება კიდევაც იფიქროთ, რომ ხელა ამ პარტავნებაშია ეს გოგო, მაგრამ აი დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ამას გაგეხსნებათ ცანი და ცნობთ. ახლა ჯერ თქვენ ვერ ცნობთ. ახლა ჯერ თქვენ გესმით მხოლოდ სიტყვები, სანამ ცანში ავა ეს ცნობიერება, თქვენ მხოლოდ გესმით სიტყვები და რაღაცა ესე თავს გაქნევინებთ, რომ არა, აი აგონიაში ხართ, მატრიცაში ხართ გამოკეტილი, უგონოთ, მაგრამ ჩვენ გავხსენით მატრიცა. გავხსენით. პირდაპირ ერთში ლაივში გავხსენით მატრიცა. ასე რომ მატრიცის გახსნა აღარ არის პრობლემა. ახლა მიიღებს ამას ადამიანი, თუ არ მიიღებს ამ ცნობიერებას ადამიანი. ამიტომ არის ბოლოჟამის იოანეს გამოცხადებაში, რომ ზოგნი დაინახავენ ქრისტეს, მაგრამ არ მოუნდებათ მათთან, იმიტომ რომ არ მიდის მისი სამყარო მათთან, ვერ შეძლებენ მის მიღებას, რადგან ისინი მიჩვეულები არიან. რას? აი იმას, რაც დღეს ხდება.
დავიბეროთ ტუჩები, დავიბეროთ ტრაკები, დავიბეროთ ძუძუები და მხოლოდ მაშინ ვიქნებით სასურველი ქალბატონი. მაგრამ ტვიჩი რა გვიდეს, ეგ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. მთავარია დიდი ტვიჩები გქონდეს და ტრაკიც კარგად გავაქნიოთ. აი მაგალითად როგორც ნუცა ბუზალაძე უპრობლემოდ შეუშვეს ილიასთან და დალოცა და შემდეგ ტრაკიც აქნია სცენაზე. კი, საქვეყნოთ კი არა, ერთ და ორ ადამიანის წინაშე კი არა, საქვეყნოთ. ასეთ ადამიანებს ნამდვილად ლოცავს სატანა. ეჭვიც არ შეგეპაროთ იმაში, რომ სატანა არ ძის ილია მეორის კანში. მაგრამ იცით რა მითხრა თამარმა, როდესაც მე მასთან მქონდა საუბარი ტელეპათიური? შენ თვალებში ჩახედავ სატანას, მაგრამ ვერაფერს ვერ გიზავს ის. აი ეს მითხრა ზუსტად თამარ მეფემ, როდესაც მე მასთან საუბარი მქონდა ტელეპათიურად. არა სულის გამოძახებით, მეგობრებო, არა. მე და თამარ სულ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მითხრა, მოვა ერთი ადამიანი და არ შეგეშინდეს, გაყევი მას. შენ გამაცოცხლებ მე. აგერ გზაში ვართ, ახდა. ისიც მითხრა, სანამ შენ მე გამაცოცხლებ, თვალებში ჩახედავ სატანას. და ვერაფერს ვერ გიზავს ის. ეგეც მითხრა, აგერ გზაში ვართ. მის კართან მდგავართ და ვაკაკუნებთ, მაგრამ ძალიან ეშინია სატანას სულიწმინდის თვალებში ჩახედვის. ძალიან. იმიტომ რომ დედიკოა მისი სულიწმინდა და ეშინია არ დასაჯოს. ამდენი ხანი რომ აიგნორებდა, ასაჭურისებდა, მარხავდა და მალავდა, ახლა ძალიან ეშინია რომ არ დაისაჯოს დედიკოსგან. ამიტომ აქვს იმ უძლურის პირიდან გამოსულ სიტყვას ძალა სულიწმინდისთვის. სულიწმინდა არ არის ამპარტავანი, ისე როგორც მე ვსაუბრობ, არ საუბრობს სულიწმინდა. ის დავალებებს მაძლევს სხვანაირად. და მეც დავალებებს ვასრულებ ამნაირად, როგორი სახითაც მე ვასრულებ მის დავალებებს. ვიღაცა იტყვის, რომ ძალიან დიდი განაცხადია, რომ სულიწმინდას ელაპარაკები და მინდა გითხრათ, აი ამ სიტყვებით, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ძალიან დიდი განაცხადია, რომ სულიწმინდას ელაპარაკები, განაგდებ შენგან სულიწმინდას. რამე თუ ყოველი ადამიანი სულიწმინდისგან იმართება, თუმცა თუ ადამიანი განუდგება სულიწმინდას ამ სიტყვების მეშვეობით, რომ რას ლაპარაკობს სულიწმინდა და ჩვენ, მაშინ ის განუდგება თავისი სიტყვის ძალის მეშვეობით სულიწმინდას. მაგრამ როგორც კი აღიარებს ადამიანი, რომ სულიწმინდასთან მე ვარ კონტაქტში და მივიღე, ის უერთდება სულიწმინდას და ამით აბსოლუტურად არანაირ ფორმულას არ არღვევს. პირიქით, ფორმულა, რომელიც დარღვეულია, მართავს. ისევე მივედით მართასთან, რომელიც იყო იესო ქრისტეს რჩეული. და მართა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ბევრ რამეში შეეწინააღმდეგა, მაინც იესო ქრისტეს გვერდით დაჯდა. მართა და თამარი ერთი და იგივე ენერგეტიკის მატარებელია. ცოტა განსხვავება იმაშია, რომ მართა და თამარი ჰემორგიაში არის სხვადასხვანაირად გამოსახული. ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჯერ თანი ითქმის და მერე მანი, უფრო გამართულია, ვიდრე როდესაც მანი ითქმის და მერე თანი. გესმით რაშია საქმე? ასე რომ თამარი უკეთესი ფორმაა მართასი. მართა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტეს, თამარში გამოისახება ქრისტეს მორჩილად. ასე რომ პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც თამარი ხდება მართა, ხდება ქრისტეს ურჩი, მაგრამ როდესაც მართა ხდება თამარი, ხდება ქრისტეს ერთარსი. ასე რომ ჩვენ ისევ და ისევ მივართ თამართან, რომელიც იყო სულიწმინდის წარმომადგენელი დედამიწაზე. და სწორედ იქ მივა მთელი კაცობრიობის ის წარმომადგენლობა, რომელიც ეძებს სულიწმინდას. დიახ,
და ეს არანაირი ხმამაღალი განაცხადი არ არის, ახლა უკვე დროა ამის. გემშვიდობებით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე, შემდეგი ლაივი გვექნება ისევ თამარის აკდამასთან დაკავშირებით. გაუზიარეთ მეგობრებს ეს ვიდეო და გააცანით ჩემი თავი. შემოგევლოთ ჩემი თავი. გაკოცეთ.